აღარ რეპრეზენტებული ჩაკი. I need to entertain myself. Okay, good. No, it's awesome. Just like. ჩვენ პროტესტს გამოვთქვავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს 158 ბრძანებულებას, რომელიც ზღუდავს ემიგრანტების მონაწილეობას არჩევნებში, არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპის ქვეყნებში და ასეთი ბრძანებულება ჩემის აზრით არც ერთ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საარჩევნო პერიოდში არ აქვს მიღებული თავისი მოქალაქეების მიმართ და თუ დაფიქრდებიან რა გადაწყვეტილებას იღებენ, კარგი იქნება, იმიტომ ამით ძალიან ბევრი ყავს უკმაყოფილო ემიგრანტებში, ეს ევროპასა და ამერიკაში და იმედი მაქვს ცოტა გადახედავენ თავის ბრძანებულებებს. მოგესალმებით, ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში საქართველოში გაჭირვებაში მყოფო ჩემო თანამემამულენო და შემდეგ მთელს დედამიწაზე გაფანტულო ემიგრანტებო, ყველა ჭეშმარიტო მართლმადიდებელო ქართველო. მე ორატორობა არასოდეს არ მჩვევია, ალბათ ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა რომ გამოვდივარ სიტყვით და ამას იმიტომ ვაძლევ ამის უფლებას ჩემ თავს რომ უკვე ჩემს ემოციებს ვეღარ ვიკავებ. მე უპირველესად ყოვლისა მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს რომ ნუ დაგვავიწყდება რომ ქრისტიანობა ეს არის კაცობრიობის არსებობის ბოლომდე აგონიაში ყოფნა. აგონიაში ყოფნაში მე ვგულისხმობ იმას რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ და გადავაბიჯოთ დაბლა მიწაზე წაქცეულ ჩვენს გაჭირვებულ თანამოქალაქეს, თანამემამულეს. ჩვენი უფლება დავინახოთ ყველა გაჭირვებული, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი გასაჭირი და ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ჩემი უპირველესი მოწოდება ეს იქნება ყველა ქართველისადმი, რომ სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, მოვეგოთ აზრზე, დავინახოთ რა არის სიმართლე, ნუ ვიცხოვრებთ სიცრუეში, ნუ გავზრდით საკუთარ შვილებს სიცრუეში და საშვილიშვილოდ ნუ დავწყევლით ჩვენ შთამომავლობას. რამე თუ ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავარსარდალი ბრჭყალებში მოვაქცევ, ვინაიდან თვითონ ბატონი მიშა კარგად მიხვდება, რომ მთავარსარდლობა რას ნიშნავს, გადახედოს მსოფლიო ისტორიას, რომელი მთავარსარდალი დაფოფხავდა მიწაზე. ამიტომ მოეგეთ ჩემო თანამემამულონო გონზე, სანამ დრო არ არის, დავდგეთ ერთად იქ, სადაც ესე იგი ქვეყანას სჭირდება, სადაც ერთად დგომა გადაარჩეს ჩვენს ერთი მუჭა ქვეყანას. ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ, ჩვენ საკმაოდ ცივილიზებული ერი ვართ, მე ასე თამამად შემიძლია ვთქვა, ყოველთვის ამაყი ვიყავი, რომ ვიყავი ქართველი, პირველად ჩემს ცხოვრებაში ძალიან შემცვა, როცა დავინახე ქართველი ჩემი თანამემამულენი ქვების სროლით როგორ გამოეკიდნენ საღ აზრს. ძალიან შემცვა. მე მირჩევნოდა რომ მომკვდარიყავი იმ დღეს. ჩემი ბოლო თხოვნა და ბოლო მოწოდება ჩემი ყველა თანამემამულისად მიქნება ის რომ დავდგეთ ერთად იქ, სადაც ჩვენი ქვეყანა თხოვლობს, სადაც ჩვენ ქვეყანას უჭირს და ერთად ავიხდინოთ ჩვენი სანუკვარი ოცნება, თავისუფლება. მე პირადად ბავშვობიდან ვიყავი ძალიან მეამბოხე, ძალიან თავისუფალი სულის და ვერ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. მირჩევნია მოვკვდე უცხო ქვეყანაში, ვიდრე ჩამოვიდე და საქართველოში მონობაში ამომხდეს სული. უკაცრავად აღელვებისთვის და ყველას სიკეთეს გისურვებთ. ჩვენ ქართველი ემიგრანტები ვაპოცებთ არა მხოლოდ ამდღენილებას, რომელიც ხელს უშლის ათასობით და ასიათობით ქართველს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში საზღვარგარეთ, არამედ თავად კანონს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელიც ითვალისწინებს დავალდებულებს ქართულ ემიგრანტებს აუცილებლად დარეგისტრირდნენ საკონსულოებში, რათა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არის უკანონო, არაკონსტიტუციური და რომელიც ეწინააღმდეგება ყოველგვარ ლოგიკის კანონებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი აუცილებლად უნდა გაუქმდეს და მიეცეს ყველა საშუალება ყველა ემიგრანტს, ვისაც გააჩნია თავისი ქვეყნის მოქმედი პასპორტი, ამ პასპორტის მეშვეობით მხოლოდ ამ საბუთით დარეგისტრირდეს საარჩევნო სიებში
და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ისე როგორც ხდებოდა ეს ადრე. ყოველგვარი შეფერხება, ყოველგვარი მცდელობა დააკავშირო არჩევნები რეგისტრაციის პროცესს და თავად რეგისტრაციის პროცესი ითვალისწინებს რამოდენიმე საკმაოდ რთული საბუთის და პროცედურის გავლას და წარმოდგენას და ეს ბოლო დადგენილებას მით უმეტეს კიდევ უფრო ართულებს ამგვარი პროცედურის გავლას, ფაქტიურად ტოვებს 10,000-ობით ქართულ ემიგრანტს საარჩევნო პროცესის გარეშე. ჩვენ მივგაჩნია ეს არის არაკონსტიტუციური, არის სპეციალურად გამიზნული პროცედურა, ასე ვთქვათ და ხაზს გაუსმევ, თუ საჭიროა ნებისმიერი კანონის დახვეწა და ნებისმიერი კანონის უფრო ასე ვთქვათ დაზუსტება, ამგვარი დაზუსტებები და დახვეწილობები უნდა ხდებოდეს არჩევნების შემდეგ, ან უფრო დიდი ხნით ადრე. ჩვენ მივგაჩნია, რომ ეს დადგენილება რა თქმა უნდა გაუქმდეს და არა მარტო დადგენილება, არამედ ეს კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველა ემიგრანტს დარეგისტრდეს არჩევნებისთვის საკონსულოში. ეს ორი პროცედურა უნდა გაიყოს ერთმანეთსაგან და უნდა გაიმიჯნოს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, ჩვენი ნააზრები და ვთვლით, რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. ამგვარი ქმედებები, ამგვარი ნაბიჯები, ამგვარი უდრო სრულიად დადგენილებები კიდევ უფრო აღრმავებს იმ ჩატეხილ ხიდს ქართულ ემიგრაციასა და სახელმწიფოს შორის, საქართველოს შორის, რასაც უნდობლობა ჰქვია. ამგვარი დადგენილებებით, ამგვარი ნაბიჯებით ეს ხიდი, ეს უფსკრული საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყანას და ქართულ ემიგრაციას შორის კიდევ უფრო ღრმავდება, კიდევ უფრო წვავდება ურთიერთობა და მინდა მოუწოდო ბატონ მინის თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან, ვინაიდან საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქართულ საკონსულოებს, რომლებიც ცდილობენ დროთა განმავლობაში აღადგინონ ეს გატეხილი ხიდი, აღადგინონ ის ნდობა, რომელიც არსებობს, უნდა იარსებოს ქართულ ემიგრაციასა და საქართველოს ინსტიტუციებს შორის საზღვარგარეთ, რასაც საკონსულო წარმოადგენს. ჩვენ დღითი დღე ვხედავთ თუ რაოდენ უადვილდებათ ცხოვრება სხვა ქვეყნის ემიგრანტებს საზღვარგარეთ, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც შუა აზიის, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებს, უკრაინის და ასე შემდეგ. მათი აქაური ყოფა გაცილებით უფრო ადვილდება და უფრო მარტივდება მათი აქ ლეგალური სტატუსის მიღება. და ჩვენ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს ვიღებთ ჩვენ შემთხვევაში. მე მგონია დროა ამაზე უფრო იფიქროს ქართულმა ხელისუფლებამ, ვიდრე კიდევ უფრო გაართულოს ჩვენი ყოფა საზღვარგარეთ და ჩვენი ცხოვრება ემიგრაციაში.